Სხვადასხვა ხორცი თბილისის პრესტიჟულ კერძო სკოლაში სადაც სწავლის საფასური წელიწადში 10,000 ლარია. რითი იკვებებოდნენ ბავშვები ვაკეში მდებარე თანამედროვე განათლების აკადემიაში. ეს არის ქათმის ხორცი, რომელსაც ზვა და 2 წლის წინ გაუვიდა. სკოლის ადმინისტრაციას დღეს მშობლები დაუპირისპირდნენ, აღმოჩნდა, რომ ამ სკოლის ბავშვები ბოლო პერიოდში ინტოქსიკაციითა და მაღალი სიცხით კლინიკებში ხვდებიან. ადგილზე მისულმა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სკოლაში არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს კაფეტერიაში, რომელიც როგორც სკოლას ასევე ბაღს ემსახურება, მოზარდებს ირანიდან ექსპორტირებულ ვადაგასულ ფრინველის ხორცს აჭმევდნენ, რაც ინტოქსიკაციას იწვევდა. პროდუქტებს ვადა ჯერ კიდევ 2023 წელს ჰქონდა გასული სკოლა ხელს კაფეტერიის დამქირავებელი კომპანიისკენ იშვერს. აი აქ არის სურსათი, რომელიც ჩვენ ზემოანელებით დავუხეთ, რომელიც ექვემდებარება განათლებას. ვადაგასული ხორცი, კრიტიკული შეუსაბამობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა კერძო სკოლა თანამედროვე განათლების აკადემიის კვების ობიექტის შემოწმებისას აღმოაჩინეს. 23 კილოგრამამდე ქათმის ნაგეტსები, ფრთები და საკვებად უვარგისი სხვა ხორც პროდუქტები, რომლებსაც ვადა 2023 წლის ზაფხულში 3 წლის წინ გაუვიდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სკოლის სამზარეულოდან ამოიღო. ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის ფრინველის ხორცის, ვადაგასული ფრინველის ხორცის რეალიზაცია, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი და ასევე კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა ობიექტზე. თანამედროვე განათლების აკადემიის კვების ობიექტში უვარგისი საკვები თავდაპირველად მოსწავლეების მშობლებმა აღმოაჩინეს. კურიერთან ყვებიან, რომ სამზარეულოს შიდა სივრცეში შესვლა და პროდუქტის შემოწმება მას შემდეგ მოითხოვეს, როდესაც რამდენიმე მოზარდი ინტოქსიკაციითა და მაღალი ტემპერატურით კლინიკაში მოხვდა. მშობლებმა სკოლის სამზარეულოში ირანული წარმოების გაყინული ხორც პროდუქტები აღმოაჩინეს, რომლებიც საკვებად უვარგისი იყო. ბავშვების ჯანმრთელობას ეხება საქმე და ვინ აგებს მაგ ყველაფერზე პასუხს? ბავშვები წარამარა კვლევებზე რო დავყავს, წარამარა ანალიზებს რო ვუღებთ, წარამარა რო ვცდილობთ გავიგოთ რატო ტკივათ მუცელი, უკაცრავად და რატო აქვს ბავშვებს სისტემატიური პირღებინება, ანუ თქვენ ხვდებით ბავშვები ფაქტიურად დაავადდნენ. ვიცი რომ ბავშვს ტკივა მუცელი და ვერ ხვდებით რისი ბრალია. და სრულიად შემთხვევით მეორე კლასის თუ მეორე თუ მესამე კლასის მშობლებმა ესე ვთქვათ შეიჭრნენ ბუფეტში, ეგრეთ წოდებულ ბუფეტში და იქ აღმოაჩინეს ეს სიტუაცია. მაცივრებში იყო ესეთი დაფასოებული ჩინური და ირანული წარმოების ხორცი, რომელსაც ჰქონდა ვადაგასული. რატომ შემოჰქონდათ საკვებად უვარგისი და ვადაგასული პროდუქცია აკადემიაში? ეს კითხვა კურიერმა დღეს სკოლის დირექტორს დაუსვა. ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ პროდუქტის შეფუთვაზე ვარგისიანობის ვადა დარღვეული არ იყო. შეკრა, რომელშიც ეს შეფუთვა იყო ბადიანი. უბრალოდ შინით როცა გაიხსნა, აღმოჩნდა ვადაგასული პროდუქციის ნაწილი. ჩვენი რეაქცია იყო ის, რომ სასწრაფოდ შეწყვეტა ხელშეკრულება იმ ოპერატორთა, რომელიც კვების პასუხს უზრუნველყოფდა. ჭავჭავაძის 37 ნომერში მდებარე პრესტიჟული სკოლის სამზარეულო სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნეს ოპერატორი, რომელიც კერძო სკოლას საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.